გამარჯობა. წარმოგიდგენთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია ერთ ვფიქრობთ საგულისხმო სეგმენტს. კონკრეტულად გალაქტიონ ტაბიძის ფაქსიმილეს შემადგენელ გრაფემებზე დაკვირვების ერთგვარ შედეგებს. გალაქტიონ ტაბიძის გრაფემათა მოხაზულობის სისტემაში ერთი მეტად საგულისხმო ტენდენცია იკვეთება. ცალკეული გრაფემების მოხაზულობა ტექსტებში თემატიკის გვერდებზე განლაგების მიზანდასახულობის მიუხედავად განსხვავდება გრაფემათა მოხაზულობისგან ფაქსიმილეში, როგორც პერსონალური იდენტიფიკაციის ყველაზე თვალსაჩინო მარკერში. სავარაუდო იყო, რომ გალაქტიონ ტაბიძე ამ კომპონენტს, ანუ თავის ხელმოწერას, თავის ფაქსიმილეს, თავის შემოქმედებაში განსაკუთრებული ხაზგასმით მოეკიდებოდა, რაც დაადასტურა კიდეც ფაქსიმილეს ასობითმა ვერსიამ. აქ სხვადასხვა წლის ნიმუშიდან ჩვენ შესანიშნავად ვხვდებით, რომ ფაქსიმილები ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ კონცეფციით, არამედ ტექნიკური შესრულების მანერით და ძალიან თავისებურია თითოეული წლის ხელმოწერა. სურს გაგიზიაროთ ერთი დაკვირვება. ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებში დაცული ფაქსიმილეებიდან ვარიაციული მრავალფეროვნებით გამოირჩევა ვაჟა-ფშაველას ინტელექტუალური მემკვიდრეობა, სადაც ვხვდებით პოეტის ფაქსიმილეს 20-ზე მეტ ვერსიას. საერთო ჯამში 270 საარქივო ერთეულიდან. პროპორციულად ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რომ ავტორი იყენებს ფსევდონიმს და შინაგანი ვალიდაციისთვის ერთგვარად დიდი მუშაობა უწევს. მაგალითად, აქ წარმოდგენილი გვაქვს ნიმუშები ვაჟა-ფშაველას პირადი არქივებიდან. ვფიქრობთ, ძალიან განსხვავდება თითოეული ვერსია ერთმანეთისგან. შესადარებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი წერლისა, რომელიც ასევე ფსევდონიმს ატარებდა. ეს არის ალექსანდრე ყაზბეგი. მის არქივში ორი სახელის და გვარის, ორი ფსევდონიმის ვარიაციების ათეულობით ვერსიაა, როგორც ალექსანდრე ყაზბეგის, ისე აკაკია მოჩხუბარიძის. შესაძლოა დავუშვათ, რომ გალაქტიონ ტაბიძის ფაქსიმილეს რამდენიმე ასეული ვერსიაც ხშირად რადიკალურად განსხვავებული სტილისტიკით, მისთვის ჩვეული მანერულობის გარდა, საკუთარი თავის იდენტიფიკაციის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესის მიმანიშნებელიც იყოს. ეს ჩვენი ვერსიაა და სხვა შემთხვევებთან შედარების შემდეგ გაგვეჩნდა ეს მოსაზრება. თუ დავაკვირდებით ჩვენს საკვლევ ობიექტს, ანუ გალაქტიონ ტაბიძის ფაქსიმილეს, ამ ორ სიტყვაში ერთზე მეტი ასოებია ა სამჯერ, ი ორჯერ, ტ ორჯერ. ჩვენი დაკვირვების ვექტორი მივმართეთ არა ასოების A-სა და I-სკენ, რა კი კვლევის წინა ეტაპზე გრაფემათა განვითარების ქრონოლოგიურ პერსპექტივაზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ ყველა სხვა გრაფემაზე მეტად 53 წლის განმავლობაში მოხაზულობითი მდგრადობა შეინარჩუნა სწორედ ამ გრაფემებმა, რა კი მათი მოხაზულობის ერთკომპონენტიანი პრიმიტიული აღნაგობა ვარირების მეტად მწირ შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ საკვლევი აქცენტი შევაჩერეთ 100 ტ-ზე. ჩვენთვის გრაფემა ტ ფაქსიმილედან საინტერესო იყო არა მხოლოდ იმავე წლის სხვა ტექსტებში გამოვლენილ მოხაზულობებთან, არამედ ერთსა და იმავე ფაქსიმილეში გვარსა და სახელში მოცემული ერთეულების შესადარებლადაც. ამასთან დეკორატიული ელემენტების სიმრავლით სწორედ გვარის საწყისის ტ გრაფემა გამოირჩევა. ეს ტ გრაფემა ქვედა და შუა რეგისტრის ორ კომპონენტიანი, როგორც ვიცით, სფერული ან ოვალური ფორმის ზევით თავგახსნილი სიმრგვალე და კვანძი კაუჭი ბაბთა მარჯვენა მხარეს, აი ამ კომპონენტებისგან შედგენილი გრაფემაა და შესაბამისად ალტერნატიული ვერსიების სიმრავლის შესაძლებლობას იძლევა თავისი სწორედ მრავალკომპონენტიანობის გამო, რაც დაადასტურა კიდეც მისმა ათეულობით ვარიაციამ. როგორც აღვნიშნეთ, გალაქტიონ ტაბიძის ფაქსიმილეში ტ გრაფემა გვხვდება ორჯერ, სახელში სიტყვის შიგნით და გვარში დასაწყისში. ამის ხაზგასმა იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ საკვლევ წყაროებში გვხვდება
გვარის დასაწყისი ტ-ს მთავრული ვერსიები, ხაზზე ზედა დაწერილობები, რაც დასტურდება 1907 წელს. მაგალითად, ჩვენ ვხედავთ აქ ორ ნიმუშს ხაზზედა მთავრული დაწერილობების. მსგავს ნიმუშთან გვაქვს საქმე 1930 წელსაც. ამ მაგალითებში გრაფემა ტ არღვევს სახაზო სისტემის ჩარჩოებს და როგორც გვარის პირველი ასო მთავრულ, პრივილეგირებულ და დომინანტურ ადგილს იჭერს. 1908-14 წლების ნიმუშებში ფაქსიმილეს შემადგენელი გრაფემა ტ ტექსტის შესაბამისი ელემენტისაგან განსხვავებული მოხაზულობით გვხვდება. დაზუსტებისთვის ვიტყვით, რომ აქ ერთმანეთს ვადარებთ როგორც გრაფემის შემადგენელ ელემენტებს, ისევე ტექსტების შემადგენელ ელემენტებს. განსხვავებული მოხაზულობით გვხვდება გრაფემაში ტ, ისეთი როგორც ტექსტებში არ გვხვდება. მაგალითად, საწყისი მარცხენა გვერდი დადაბლებული და ღიაა. აი, როგორც ვხედავთ, საწყისი მარცხენა გვერდი ბევრად დაბალია, ვიდრე მარჯვენა გვერდი. ეს არის ესეთი განსხვავებული ტენდენცია, განსხვავებული მაჩვენებელი ყველა სხვაგან გამოყენებული ტ-სგან განსხვავებით. მსგავსი შემთხვევა ოდნავ განსხვავებული კომპონენტებით შეგვხვდა 1935 წელსაც. გამონაკლისებს აქვს დიდი მნიშვნელობა, თუნდაც ერთეულ გამონაკლისებს და სწორედ ამიტომ ვასახელებთ 35 წლის შემთხვევას. 1907 წლიდან თითქმის შემოქმედებითი პროცესის ბოლომდე ფაქსიმილეს გრაფემა ტ-სთვის ნიშნეულია როგორც კვანძოვანება კედლის მარცხენა კედლის დასაწყისში, მაგალითად ნიმუშები ტექსტიდან, აი ასეთი კვანძოვანება არის დამახასიათებელი. ასევე ფაქსიმილედან განსხვავებით დადაბლებული მარცხენა ოვალისგან ასეთი შემთხვევები კვანძოვანება გვხვდება როგორც ფაქსიმილეში, ისე ტექსტში. კვანძოვანების გარდა გვხვდება ასევე სწორი ხაზით დაწყება, რომელიც მახვილი კუთხით უერთდება ასოს მარცხენა საწყის კონტურს. აი აქ გვაქვს არა კვანძოვანება, არამედ სწორი ხაზით დაწყება, როგორც მოცემულ მაგალითებში ვხვდებით. ტექსტებში გვხვდება ასეთი შემთხვევაც. პირველ მაგალითში საწყისი მარცხენა გვერდის დადაბლება და ღიაობა, ვნახეთ, რომ ერთი და იმავე გრაფემის მოხაზულობა განსხვავდება ტექსტსა და ფაქსიმილეში. ეს ჩვენი ვარაუდით გამოწვეულია შემდეგი მიზეზით. ტრადიციულად ასო ტ-ს მოხაზულობაში ქვედა დიდი მომრგვალებული კონტურის კედლები ზედა ელემენტის, ეგრეთ წოდებული ბაბთა კაუჭის დაწყებამდე თანაბარია. პირი, რომლისთვისაც ეს ასო მშობლიური ენის ელემენტია, გაუცნობიერებლად წერის დროსაც არ არღვევს ამ მომრგვალებული კონტურის კედლების სიმაღლეს. როცა დამწერი ამ დარღვევას, ეგრეთ წოდებულ დარღვევას მიმართავს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ხდება ცნობიერად, კოგნიტური ჩანაფიქრის გამო. როცა ავტორი მას დეკორატიული მიზანდასახულობის, მით უფრო ფაქსიმილეში, პირადი მაიდენტიფიცირებელი ელემენტის ორიგინალობისთვის მიმართავს. ამით შეიძლება აიხსნას ფაქსიმილეს შემადგენელი ტ-ს მარცხენა კედლის სიმოკლე. მეორე მაგალითში, რომელიც ასოს დასაწყისის კვანძოვანებას თუ მოკლე სწორი ხაზით დაწყებას ეხება, პირველისგან განსხვავებით ერთგვარ გრაფიკულ, მექანიკურ, მანუალურ ჩვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ავტორს საწერი ინერციისთვის საწყისი კვანძის ან უბრალოდ სწორი ხაზის კეთების სურვილი უჩნდება. შესაბამისად, რაკი ამ დეტალს მივიჩნევთ არა დეკორატიულ, არამედ მექანიკურ ელემენტად, მას ვხვდებით როგორც ტექსტში, ისე ფაქსიმილეში. დასაწყისის კვანძოვანება თუ მოკლე სწორი ხაზით დაწყება, როგორც წერითი ჩვევა, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სპეციფიკას და თითქმის მთელს შემოქმედებით პროცესს გასდევს. 1916 წლიდან ფაქსიმილეში გრაფემა ტ-ს ორ დამოუკიდებელ კომპონენტად, ცალკე ქვედა დიდ მომრგვალებულ კონტურად და ცალკე ზედა, ეგრეთ წოდებულ ბაბთა კაუჭად ვხვდებით. მაგალითად, შესანიშნავად ჩანს ეს ორ კომპონენტიანობა მოყვანილ მაგალითებში.
ფაქსიმილეს შემადგენელი გრაფემა T 1921-27 წლებში განიცდის ასოს ორგანული ელემენტის, მისი ტრადიციული შემადგენელი ნაწილის განლევას. ესე იგი, ქვედა დიდი მომრგვალებული კონტური ნაწილობრივაა წარმოდგენილი. აი, ხედავთ მოცემულ მაგალითებში, არ არის სრულად დიდი მომრგვალებული ოვალის კონტური. ეს განსაკუთრებით ეხება მარჯვენა რკალურ კედელს ან მის ქვედა ნაწილს, აი როგორც ეს ჩანს მაგალითებში, რასაც კარგად ასახავს შემდეგი მაგალითები. 1921-22 წლებში მსგავს შემთხვევებს ვხვდებით ტექსტებშიც. აი ამ ნიმუშებში. სწორედ ამ ფორმის ხანგრძლივი, თითქმის 7 წლიანი გამოყენების შედეგი, როგორც ამ ფორმის ხანგრძლივი, თითქმის 7 წლიანი გამოყენების შედეგი, რადგან ტრადიციულად დეკორატიულ ელემენტებს ავტორი ტექსტში არ მიმართავს. ასოს მოხაზულობაში კონტურის ნაკლებობისგან განსხვავებით, როგორც ეს იყო უახლოეს ზედა ნიმუშებში, გვხვდება მისი ანტიპოდური შემთხვევებიც, კონტურის სიჭარბე, თანაც უშუალოდ იმ ელემენტში, რომელსაც უკვე განვლილ შემთხვევებში, ქვედა დიდ მომრგვალებულ ნაწილში კონტური დააკლო. აი ხედავთ, როგორი გადაჭარბებული კონტურია პირველი მაგალითისგან განსხვავებით. საილუსტრაციო მაგალითების ავტორმა კონტური დაამატა როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ და დიდი მომრგვალებული ნაწილი გაკვეთა კიდეც, აი მეოთხე შემთხვევაში ხვდებით ამას. საგულისხმოა ის, რომ თუ კონტურის ეგრეთ წოდებული განლევის ბოლო შემთხვევა გვხვდება 1924 წელს, მისი სიჭარბის შემთხვევებს ხვდებით მომდევნო 1925 და 26 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევა რადიკალური ჩარევა გრაფემის მოხაზულობაში გვხვდება 1922 წლიდან, როდესაც ეგრეთ წოდებული ბაფთა კაუჭი გრაფემას ერთვის არა ტრადიციულად მარჯვნივ, არამედ მარცხნივ. ეს ტენდენცია გრძელდება 1927 წლამდე. ხედავთ რადიკალურ ჩარევას გრაფემაში, როდესაც სრულიად შეცვლილია მისი სტანდარტული მახასიათებლები და მოხაზულობა. მოყვანილი ნიმუშები ადასტურებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაწერილობა მიიღწევა ხელის ერთი მოსმით, ზოგიერთში კი ხელის აღებით დაწერილი ორი დამოუკიდებელი კომპონენტის კომბინაციით. ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ორივე შემთხვევაში ავტორს სურს რევოლუციური ცვლილება შეიტანოს გრაფემის მოხაზულობაში. თუ დავუკვირდებით ქართული ანბანის განვითარების ეტაპებს, შევხვდებით გრაფემა T-სთვის ასომთავრულიდან მხედრულზე გარდამავალ შემდეგ მოხაზულობებს. პირველი ორი ნიმუში მე-11 საუკუნისაა, მესამე მე-13 საუკუნის, მეოთხე კი მე-18 საუკუნის. როგორც ვხედავთ, ანომალიური და რადიკალური არაფერია გალაქტიონ ტაბიძის ამ ჩანაფიქრსა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ არაცნობიერ წამოცდენაში, როგორც ეს შესაძლოა თავიდან მოგვჩვენებოდა. სინამდვილეში ამას გრაფემა T-ს განვითარების ევოლუციური ეტაპები მოწმობს. როგორც ვხედავთ, მარჯვენა მხარეს კი არა აქვს ბაფთა კაუჭი T-ს, არამედ მარცხენა მხარეს. ბუნებრივია შუა საუკუნეების ეს ნიმუშები თავის მხრივ იმის შედეგია, რომ ასომთავრულ ანბანში გრაფემა T-ს თავი მარცხენა მხარეს აქვს, როგორც ამ უკვე სანიმუშო ვერსიაში ხვდებით. გრაფემის ამგვარი მოხაზულობის ტენდენცია გალაქტიონ ტაბიძესთან ფაქსიმილესგან განსხვავებით არ აისახება ტექსტზე. როგორც ვხედავთ, გრაფემათა განვითარების ეს თავისებური ტენდენციები ხელნაწერთა კომბინირებული მეთოდით დათარიღების კიდევ ერთ დამატებით გრაფემატულ არგუმენტს შეიცავს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.